სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა. მოგესალმებით მეგობრებო ყველას, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა ბასილი დიდის გამარტებით და ეს არის ფსალმუნი 52. და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან, მაგრამ სანამ დავიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარები, გააუზიარეთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს სოციალურ ქსელებში თქვენ მეგობრებს გაუზიარეთ და რომ რაც შეიძლება ბევრმა მეტმა ადამიანმა ნახო, მოусმინოს წმინდა წერილი სახარება, ხო? და ესე იგი ასევე რა თქმა უნდა უსინათლოებაც მოусმინონ და ეს მადლი არის თქვენც შეიტანეთ თქვენი წვლილი ღვთის ნების და ღვთის სიტყვის წმინდა წერილის გავრცელებაში მადლი არის უფალი შეგეწევათ და ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ რა თქმა უნდა ამით თქვენ დამეხმარებით მეც არხის განვითარებაში და მინდა რომ ღვთის შეწევნით, ღვთის წყალობით, რაც უფრო ბევრი და მეტი ვიქნებით, უფრო რა თქმა უნდა კარგია. ბევრმა ქართველი უფრო მოისმენს კიდევ ერთხელ და მთელი ცხოვრება უნდა ესე იგი წავიკითხოთ, მოусმინოთ სახარებას და არა მარტო მოусმინოთ, უნდა ეს ცხოვრებაში ყველაფერი განვახორციელოთ, ესე თქვა პრაქტიკაში, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამიტომ მინდა თქვენი დახმარება და მხარდაჭერა და წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. მინდა რომ ახალ წელს, ესე იგი ღვთის შეწევნით გავხდეთ 10,000, რაც უფრო მეტი ვიქნებით, უფრო რა თქმა უნდა კარგი არის და ღვთის შეწევნით გავხდებით კიდევაც. და თქვენი მხარდაჭერით. კარგით, დავიწყოთ, ესე იგი ფსალმუნი 52 მუხლი პირველი. თქვა უგუნურმა გულსა შინათვისა არა არის ღმერთი, განირყვინეს და შეიგინეს უსჯულოებითა, არავინ არის, რომელმანსა ქმნა კეთილი. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ და ამბობს, რომ ღმრთის უარყოფა ხო სიბრძნის ნაკლებობაა. ნახეთ? აი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ღმრთის, ანუ ღვთის უარყოფა სიბრძნის ნაკლებობაა. ვინც ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს, ცოდვაში ხდება, რადგან ღმრთის გარეშე კეთილი საქმე შეუძლებელია. მუხლი მეორე. ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა, ძეთა კაცთა სახილვად, არც თუ ვინმე გულისხმის მყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. წმინდა ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთი ხედავს ყველას გულს, ხო? და ესე იგი წმინდა ბასილი გვასწავლის, რომ ღმერთი ეძებს მართალს, მაგრამ ბევრი უგულებელ ყოფს მას. ეს გვიბიძგებს ყოველთვის, თქვათ, ბეძიოთ ღმერთი. ადამიანი სუმუდ მძიებაში უნდა იყოს, ესე ვთქვათ, არადროს არ უნდა კმაყოფილდებოდეს თავისი სულიერი მდგომარეობით, ანუ მე გულისხმობ, რომ აი უკვე ესე იგი მორჩა რა კი არა, ჩვენ მუდამ ესე იგი ყოველთვის ნეთი საფეხურით მაღლა უნდა ავიდეთ, ზემოთ უნდა ავიდეთ და ძიებაში უნდა ვიყოთ ღმერთის, უნდა მივბაძოთ ქრისტეს და ესე იგი ყველაფერში მას უნდა მივბაძოთ და ვაკეთოთ უანგარო სიკეთე, რაც შეიძლება მეტი. რაც თავარია ვიყოთ მოწყალენი. მესამე მუხლი. ყოველთავე მიაქციეს ერთ ბამად და უხმარ იქმნეს, არავინ არს, რომელმაცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთად მდე. ადამიანები ცოდვაში გადაუხვიეს, ხო, ადამიანები წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთის გარეშე კეთილი საქმე არ არსებობს. ეს გვახსენებს, რომ ღვთის მადლია ჩვენი სიკეთის წყარო. მუხლი მეოთხე. არა გულისხმა ყონ,
ყოველთა რომანი იქმან უსჯულოებასა, რომანი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა ღმერთსა არ ახადეს. წმინდა ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ უკეთურნი ავნებენ მართალთ, ესე იგი ღმერთს კი არ ეძებენ, ეძიებენ ხო, ეძიებენ, ანუ ბასილი დიდი გვაფრთხილებს, რომ ცოდვა გვაშორებს ღმრთისგან და გვიბიძგებს, ესე იგი ვილოცოთ მისი მადლისთვის. გვაშორებს ხო ღვთისგან ცოდვა. მეხუთე მუხლი. მუნ შეეშინა მათ შიშისა და იგი არა იყო შიში. რამე თუ ღმერთმან განაბრნინა ძვალნი კაცთ მოთნეთანი. რცხვენოდეთ მათ რამე თუ ღმერთმან შეურაცხნა იგინი. წმინდა ბასილი დიდის თქმით და გამარტებით ღმერთი ანგრევს ბოროტებას, უბრალოდ ღმერთი ანგრევს ბოროტს და გეგმებს და წმინდა ბასილი ამბობს, რომ ღმერთის სამართალი მათ ვინც ცოდვაშია, ანუ სიცხვის მოუტანს, ხო? ვინც ცოდვაში არის, გვასწავლის, რომ ღვთის შიში გვიხსნის, მეგობრებო. და რა თქმა უნდა, ღვთის შიში უნდა ვიყოთ ყოველთვის და ეს ღმერთი რა თქმა უნდა მოსიყვარულე მამა არის, მაგრამ ესე იგი უნდა ვიცხოვროთ ჩვენ სათნოთ, ხო? შეგახსენებთ, ჩვენ კითხულობთ 52 ფსალმოს და მე-6 ბოლო მუხლია. ვინ მოსცეს სიონით ცხოვრებაი ისრაელსა, რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყე ერისა თვისისაი. იხარებდეს იაკობ და იშვებდეს ისრაელი. წმინდა ბასილი დიდი გამარტავს სიტყვებს, ფსალმონის სიტყვებს მე-6 მუხლის, ასე რომ ღმერთი გადაარჩენს თავის ერს, ანუ წმინდა ბასილი გვარწმუნებს, რომ ასე იგი ღვთის ხსნა მეგობრებო მოაქვს სიხარულს, ხო და ესე იგი ჩვენ ღმერთს ყოველთვის უნდა ვენდოთ, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა თქვა გასაჭირი და ესე იგი პრობლემა და განსასწრელი იყოს, ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს მისი იმედი, სასოება უნდა გქონდეს, სასოება იგივე იმედია ნიშნავს და ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს ესე იგი სწრაფვა ღვთის მიმართ. დიდი მადლობა, ვინც მისმედით, ღმერთმა შეგიწიროთ და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მოგცეთ მეტი ესე იგი სინანული, მეტი თავდაბლობა და მინდა რომ ესე იგი ეს ასევე შევძანდით არღზე არის ბევრი საინტერესო თემები, საკითხები, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ესე იგი ასევე ძველი აღთმა არის, ახალი აღთმა არის, სრულად მათე და იოანეს ახარება ჯერჯერობით და ღვთისნებით, ღვთისშეწევნით მინდა სრულიად, ესე იგი მთელი ბიბლია გამარტებები წმინდა მამების ავტვირთო YouTube-ზე და თქვენც მომიხსენეთ ლოცვებში, მე მქვია ვლადიმერი, მომიხსენეთ ლოცვებში, რომ ესე იგი შეძლო ესა და ესე იგი ღმერთმა მომცეს ძალა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაიხარეთ. დიდი მადლობა.